მოხუცი ალბათ ვიქნები. 100 წელს შემდეგ ჩემზე დაწერენ რომ 100 წელს შემდეგ ჩემზე. ცხოვრებას რომ თავიდან ვიწყებდი ამჯერად ბიუჯეტი. ჩემზე ამბობენ რომ რაც არ უნდა გადამიხადონ. არავინ იცის რომ მე სინამდვილეში არავინ იცის რომ მე ვიყურე როგორ დავდივარ ხანი გავახანაკ ვეცხოვრობ შენზე მარტივად და მეტი ფული მაქვს რაკეტა უნდა გიყიდო გადაგაფრინო ზღვას გამოდი შენი ციხიდან რომ აღარ გავდეს ღოს გავდე It's a fucking all the best for us You gotta pay Go out It's me. Come on, don't make me laugh. Come on. შემსმენელია სრულიად საქართველოსი. გააჩნია არიან ბანძები, არიან ნორმალური ტიპები რა. ბანძები არ მაინტერესებს და ქაჯები და ნორმალური კლიენტები მაინტერესებს ясно. მე არ უსმენ, მაინც და მაინც ბევრი არ მაქვს მოსმენელი აქ როგორ მუსიკას აკეთებენ რა. ამიტომ ვერ გეტყვი რა. მე სულ აუდიტორიამ ხალხმა გადაწყვიტოს რა კაია რა ცუდია მე ვაკეთებ იმას რასაც მე ვაკეთებ რა უნდა მოხდეს ჩემ ცხოვრებაში ახალი იმის გარდა რომ ახალი სიმღერა დავწერო მაგრამ ან ახალი რაღაც პოეტრი გავაკეთო რაღაც ლექსი პრინციპში ერთი და იგივე ხდება ამ თვალსაზრისით ძალიან რაღაც ესეთი გეგმები არ მაქვს რომ კოსმოსში ვაპირებდე გაფრენას ან რაღაც ვარჯიშობდე იმისათვის რა საინტერესო რაღაც ვოიაჟი. ჯერ არის შესაძლებლობა იმის გესმის რომ რაღაც იყოს ესეთი ჯგუფი რომელიც დავუშვათ კოსმოსში გაფრინდება და მე იმისთვის მოვემზადებ ფიზიკურად რომ შევძლო რაღაცნაირად რომ ამ ჯგუფში შევიდე და ერთ-ერთი პირველი ქართველი კოსმონავტი გავხდე. გესმის აი ეგეთი იდეა დამაინტერესებდა და ამისთვის მოვემზადებოდი ახლა და ნუ ჩვეულებრივად ვივარ რა და უკრავ სიმღერებს. I'm a songwriter. Right. ირაკლი ჩარკვიანი პირველ ყოვლისა არის მუსიკოსი, რომელიც წერს სიმღერებს. ინგლისურად არის songwriter, ქართულად არ ვიცი როგორ არის. სიმღერების მწერა. მე ვერ დაგიხასიათებ ჩემ თავს ვერანაირად. ეგ კლასიკაა, რომ ერთი იძახის ირაკლი ცუდი ბიჭია, მეორე იძახის კაი ბიჭია. კარგად იყვნენ ამბები. ვისაც რაღაც თავისთან თავის პრობლემები გარკვეული არა აქვს და გონია რომ რაღაც მე ინტენსიური ვარ ჩემ ტექსტებში და მუსიკაში და უნდა რომ შეიმალოს სადღაც ირაკლი მასავე ჩაყოს თავი და ლიშბი არ გაიგოს რა ეს ტექსტები. მე მის სიმართლეს ვლაპარაკობ რა. ერთჯერ მუსიკა და პოეზია ამაზე აგებული რომ ტიპს უთხრა სიმართლე რა. შიშა რა ტიპს ეშინია ჩემი რა. მე არ უნდა იმას სიმართლე, იმას უნდა რომ ვიღაცა მოატყუოს რა და თავზე თაფლი დაასხას და მოეფეროს და მე არავის არ მოვეფერები ასე წელი რა ვეტყვი რაც არის რა. ამიტომ რა ეგეთ ტიპებს არ ევასებოდი ასნეა. It's me.
მარტო დავში და ვეღარაფერს თმობ რადგან ეს გვინი მე ვარ და დადგა ჩემი დრო მე ოპტიმიზმის წავსე ვარ და არ მოვიკლავ თავს მე სიყოველთვის ასე ვარ და მეგობრები მყავს ვიყურე როგორ დავხტივარ ხანი გავახანაკ მე ცხოვრობ შენზე მარტივად და მეტი ფული მაქვს რა პოეზიაზე ჩემ მუსიკაში დიდი აქცენტია და ძალიან მნიშვნელოვანია რა როგორც ახლა მორისისთან როგორც ნიკეებთან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტექსტებს. Კიდევ გამომდინარე ფაქტიურად უფრო ტექსტები აღიზიანებს აი ესეთი ტიპის ხალხს, ვიდრე მუსიკა, ესეც. ამიტომ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს რაღაც ცდილობენ რომ მაქსიმალურად არ მიიღონ. მე უბრალოდ შეიძლება ის ვარ, ვინც ცოტა ადრე ლაპარაკობს რაღაცეებს. სხვაები თავის თავს ამის უფლებას ან არ აძლევენ, ან ვერ აძლევენ. აზე ხარ თქვენაში გაგჩვენე მე რო გევასებით რა You can do it better my man you are more sophisticated to the rhythm we can play Yeah come on man if you have something you throw this fuck you know You can get used out of it man You gotta pay Go out You have a little shitty pain in your ass მე არასოდეს არაფერს არ ვამტკიცებდი და არასოდეს არაფერს არ დავამტკიცებ. იმიტომ რომ მტკიცება მაინც ეს იმ ხალხისთვის არის, ეს მის ვისაც ბექგრაუნდი არ ქონდა ესეთი ის რაღაც პრინციპში, თაობებში რაღაცას ვიღაცას უმტკიცებს. მტკიცება აბსურდია ხელოვნებაში. ეს არის უბრალოდ სიამოვნების, მინიჭების საშუალება. შენ თუ შეგიძლია 20 კაცს ან 1 კაცს მიანიჭო სიამოვნება შენი მუსიკით, ანუ შეიყვანო თუ გინდა დავარქვათ მედიტაციაში და იმ წუთას ის ადამიანი გამოიყვანო თავისი პრობლემებიდან და წაიყვანო სხვა სამყაროში და მე მშვიდობიანად დააბრუნო უკან. ეს არის მუსიკა. ამიტომ მტკიცება არ არის საჭირო, შევერავის ვერ დაუმტკიცებ ვერაფერს. შენ შეიძლება უბრალოდ სიამოვნება მიანიჭო ვიღაცას. ჩემი სიტყვა რამოდენიმე სიტყვა ვთქვი, რამოდენიმეს ეხავ ამბობ და თუ მათქმევინეს კიდე რამოდენიმე სიტყვა გაასწორებ. თუ არა და მე საკმაოდ თქვი უკვე რა იმისათვის რომ ვიღაცებმა ფაქტიურად შეძლონ ამ სიტყვების მერე უკვე გამოყენება თავისი მიზნებისთვის. ფაქტიურად არავინ არ მაინტერესებდა იმდენად რომ მე თქვა რომ აი ირაკლი და მოსმინეთ ირაკლის და ირაკლი რაღაც ის არის ამბობს ჭეშმარიტებას ეს აბსურდია. მერე მთავარი კიდე მეორე მთავარი რაც არის ის რომ ფაქტიურად მე არ მქონია რაღაც ისეთი პრობლემები ცხოვრებაში რომელმაც განაპირობა რაღაც ჩემს მიერ ესეთი ინტენსიური ნაბიჯების გადადგმა და რაღაცნაირად გადამელახა ჩემი თავი ან რაღაც ისეთი გამეკეთებინა რასაც არ ვაკეთებდი ბავშვობიდან რასაც ვაკეთებდი იმას ვაკეთებ. აქედან გამომდინარე რა ვიცი მე მგონია რომ ყველასთვის ნათელია რა ჩემი იმიჯი ხა მე რა სამუშაო მე ჩემი იმიჯზე არ მაქვს იმიტომ რომ რაც ვარ ის ვარ ფაქტიურად რა ყოველთვის ის ვიყავი უბრალოდ ვიღაცებს მოწონს ვიღაცებს არ მოწონს მაგრამ ჩემთვის თავარი იყო რომ ყოფილიყო ერთი ნორმალური თბილისელი ბიჭი მე და იმას ყოველდღე თავისი ერთიან ხუთი კაცი რომელსაც მისი მუსიკა მოეწონებოდა და ესე იყო, ესე არის და ესე იქნება იმედია. აქედან გამომდინარე სამუშაო მე თვითონ აუდიტორიაზე არ მქონია რა, მე არ ვატყუებ ჩემ აუდიტორიას, მე ჩემ აუდიტორიას ვეუბნები მართალს. ჩემ აუდიტორიასაც მე იმიტომ უყვარვა რომ ჩემგან ელიან სიმართლეს და ჩემგან არ ელიან რაღაც ტყუილებს და ფალცეტების აწევებს და ჩაწერებს. ეს იგივეა ჩემი იმიჯი თუ ვინ ესე დავარქვათ ან ჩაცმულობა. მე ფორმა ჩემს არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც შინაარსი. შინაარსი უფრო თან ამ
დროს ამ აპოკალიფსის დროს თვითონ ეს ფორმალიზმი რაღაც რომ მე შავი პიჯაკი მაცვია თუ წითელი პიჯაკი მაცვია ამას ფაქტიურად არ არის მნიშვნელობა არ აქვს. თავარია მე რას ვამბობ მე რას მღერი ვარ დღეს. შოქში თუ ჩავარდა ვიღაცა და ესე თავის კომპლექსების გამო ახტა დახტა ეს რეაქცია ჩემ ენერგიაზე გესმის სიმართლეზე ისევ და ისევ იმიტომ რომ მე ვამბობ იმას რასაც გძნობ იმ წუთას და მე არასოდეს არ მოვატყუებ იმ ტიპს რომელიც ზის პარტერში რომ შენ ჯიგარი ხარ ჩემო კარგო თუ გძნობ რომ ეს ტიპი არ არის ჯიგარი ვერ ვეტყვი ჯიგარი ხარ გესმის ტყუილია ისევ გესმის ეს ტყუილები არ მიყვარს რა არასოდეს არ მიყვარდა რა ამიტომ ახლა იმისთვის შოკი არის მიშვეულია რომ ქართულ კულტურაში და საერთოდ უმრავლესობა მომღერლების გესმის ეს მაინც მიღებული იყო ჩვენთან რომ მომღერალი ესეთი კლიენტია რა სლაბი ტიპია რა სუსტია გესმის რაღაც კონჩი და ომპაჩინაიცა პუბლიკი და უნდა ეს რაღაც იტყუოს და რაღაცეები იმას Я хочу просто говорить правду. Სიმართლე მინდა თქვა, იმიტომ რომ просто я настолько богат, чтобы не покупать дешевые вещи, да. А вещи უნდა მოვაწოდო, ეხლა მე თავი, თუ მანამდე ვიღაცას მოვაწონდი, ეხლაც მოვაწოდვარ და ხვალაც მოვეწონები და ეხლა. მოწონება თავის ფული მე იმდენად არ მაინტერესებს, რომ ეხლა ფულის გამო თავი მოვიკლა. ისეთი კომპლექსი არ მაქვს, რომ ეხლა მე რაღაც იდენტიფიკაცია რეკლამა მჭირდებოდეს თბილისში, სადაც გინაგეს. ესეც არ მაინტერესებს ფაქტიურად. აქედან გამომდინარე მაინტერესებს ის, რომ მქონდეს საშუალება ვილაპარაკო სიმართლეს სცენიდან და თუ ვიღაცა შოკში ჩავარდა, გამოვა რა შოკიდან გამოიყვანენ. ეხლა ისე შოკში არ ჩავარდება, რომ აღარ გამოიყვანონ და თუ ვერ გამოიყვანეს და კაროჩე არ ყოფილა გამოსავალი რა. ყოველ შემთხვევაში სიტყვის გარო ტიპი ეგეთ შოკში ვარდება, სამკურნალოა ბე. You all have little shitty feeling in your ass, you know, because all people are damaged. It is too much, you know, this feeling of music, it is fucking. And the thing is that, ნამდვილი გითხრათ ქართული, ბიჭო, ხალხო, ჩემო, საყვარელო, მეგობრებო, ჯურაშია საქმე იცი რომ აი ეს რაღაცა უნდა მოვიშოროთ რას უყურდამ რა რაღაცა თქვენი რაც შეინახეთ რა თქვენი არ ვიცი ფულია არ ვიცი რაღაცა საქმე Thank you.